ბაჟევიჩზე მინდა კითხვა გუშინ იმედი ლაივში მამუკა დინარაძემ განაცხადა, რომ არსებობს ჩანაწერები, როგორ გეგმავდა არეულობას და ატრენინგებდა ახალგაზრდას. ნუ ძალიან მძიმე ფაქტია და სამწუხაროდ არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გარედან მიმდინარეობს კონკრეტული ადამიანების ტრენინგები რევოლუციასთან დაკავშირებით, სისხლისღვრასთან, დაპირისპირებასთან და სახელმწიფო გადატრიალებასთან. ჩვენ ასევე რამდენიმე თვის წინ თუ გახსოვთ, მოვისმინეთ ასევე კონკრეტული და ვნახეთ კონკრეტული ვიდეო ჩანაწერი, სადაც საუბარი იყო სახელმწიფო გადატრიალებაზე, რევოლუციური სცენარის მოწყობაზე, მიმდინარეობდა კონკრეტული ტრენინგი კონკრეტული ადამიანების, თუმცა ეს ყველაფერი მაშინ შეფუთული იყო და საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ეხმარებოდნენ და მათთვის იყო აღნიშნული ტრენინგები, მაგრამ რეალურად აბსოლუტურად სხვა რამეზე იყო საუბარი იყო სახელმწიფო გადატრიალებაზე, სისხლისღვრაზე და უბედურებაზე. ეს ძალიან მძიმეა და საზოგადოება ხედავს, რომ ჩართულია გარე აქტორები, არ ისვენებენ, ქვეყანას მოსვენებას არ აძლევენ და ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. მე მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაუხადო შესაბამის უწყებებს, შესაბამის სამსახურებს, რომ არიან მოწოდების სიმაღლეზე და დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. ახალგაზრდჩესკი განაცხადა, რომ საქართველოს გასაყარზე და უახლოეს თვეებში და კვირებში გადაწყდება დაუბრუნდება თუ არა ევროპულ ოჯახს თუ ისევ გნელ წარსულში დარჩება. ნუ ძალიან შემაშფოთებელი იყო განცხადება, რომელიც მოვისმინეთ. ნუ იქ საუბარი იყო რომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ნუ ეს ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა. პირდაპირ თუ აქამდე რაღაცა შენიღბულად, შეფუთულად ვიღაცეები მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, აგერ პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე და ომზე. პირდაპირ დაემუქრა ქართველებს და დაემუქრა ქართულ სახელმწიფოს. ეს არის ძალიან მძიმე. პირველი ალბათ რაც უნდა გაკეთდეს, აუცილებლად უნდა მოხდეს ელჩის დაბარება და უნდა დაისვას კონკრეტული კითხვები, რაზეც გვჭირდება პასუხები. საქართველოს არაფრისგან არ გადაუხვევია. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. ახლა თუ ვინმეს გონია და სურვილი აქვს, რომ თავში წამოგვარტყას და რაღაცა თავისი ხუშტურებზე იმოქმედოს და იცხოვროს ქართულმა ხალხმა და ჩვენმა სახელმწიფომ ასე იმოქმედოს, ეს ვერ იქნება. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება პარტნიორები და არა ბატონები და რაღაც თითის მქნეველები. თითი დაუქნიონ, ვისთვისაც აქამდე დაუქნევიათ, სადაც გაზდით ეს ჩვენთან არ გამოვა, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკით და ყოველდღიური ნაბიჯებით ემსახურებით მხოლოდ ერთ რამეს, ქვეყნის ინტერესს და ქართველი ხალხის ინტერესს. და რა თქმა უნდა, გვექნება ძალიან პრინციპული პოზიცია, რომ დავიცვათ ქვეყნის ინტერესს. კიდევ კითხოთ, აი გრძელდება ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება და ისე რაღაცა კონსენსუსს და საერთო აზრს ვერ აღწევენ ამ არა, ნუ ეხლა ხო გვახსოვს რამდენიმე კვირის წინ რაღაცა ზარზე იმით გვაცნობეს ამ ერთობასთან დაკავშირებით, ახალ პლატფორმასთან დაკავშირებით, თუმცა ბევრი გვინახავს ამ ტიპის პლატფორმები, ხო? მათ არანაირი საერთო ღირებულებები არ გააჩნიათ, ხო? საერთოდ ქვეყნის სიყვარული არ გააჩნიათ, ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურებიან. უბრალოდ გარედან უთხრეს, რომ უნდა იმოქმედონ ასე, უნდა გაერთიანდნენ და რა თქმა უნდა მიიღეს მაშინ გადაწყვეტილება. ახლა საკუთარ ერთობას ვერ მართავენ და ქვეყნის მართვაზე ხო ზოგადად ზედმეტია საუბარი. ერთმანეთს წარმოიდგინე ხა სხვადასხვა ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები, რას ემსახურებიან, საიდან იმართებიან. ერთმანეთს ვერ უგებენ და ნუ ქვეყანას მით უმეტეს როგორ გაუგებენ. ამ თემაზე ბავშვს ზუსტად ბატონო კაფე არ გამორიცხავენ ნაციონალურ მოძრაობაში, რომ მიხეილ სააკაშვილის გამო, ესე ვთქვათ, გამოიყვნენ საერთოდ ამ ალიანსს, აი ამ შემთხვევაში, რომ ესე მალე შეიქმნა ალიანსი, ვიცით ხო, რამდენიმე თვის წინ უკვე ნაციონალები ამბობენ, რომ შეიძლება გამოვიდეთ, იმიტომ რომ მათი აზრით მიხეილ სააკაშვილს უწესებენ ცენზურას, იგივე ჩერგოლეიშვილი, იგივე მათ შორის კოალიციას ცვლილებებისთვის რამდენიმე წევრი და ამბობენ, რომ ანუ არ შეიძლება სააკაშვილს შეეზღუდოს ესე ვთქვათ წერილების გავრცელება და სწორედ ამ მიზეზს ასახელებენ ის გამო და ამბობენ, რომ შეიძლება ხო, ნუ არ ვიცი ხა მე მაგ დეტალებში
დეტალებში ვერ შევალ და საერთოდ ინტერესიც არ მაქვს. მე უბრალოდ რასაც ვხედავთ, რასაც ყველა ვისმენთ, ყველა უყურებთ, იქედან გამომდინარე ვაკეთებ უბრალოდ შეფასებას, განმარტებას, რომ პირველი ხა პოლიტიკურადაც რო შევხედოთ, ხო? ვინ არის ამ გაერთიანებაში? კონკრეტული პოლიტიკური პარტიები თუ პოლიტიკოსები. ყველა ნაციონალური მოძრაობის წიაღში აღმოცენებული ელემენტები არიან, ხო? ვიცით რომ ყველა იმართება გარედან, არიან ქვეყნის მოღალატეები, არიან ქვეყნის მტრები, ქვეყნის ინტერესთან და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილთან ამ ადამიანებს საერთოდ არაფერი საერთო არ გააჩნია. საერთოდ ქვეყნის ინტერესთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მათი ქმედებები და არანაირი თანხმედრა არ აქვს. და როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ აგენტურის ქსელი წარმომადგენელი და რაღაცა იფუთები როგორც თვითონ პოლიტიკოსად, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს ქვეყანაში ვერანაირი წარმატება ვერ ექნება. ერთ კონტექსტის აი რამდენად არასერიოზულია მათგან პოლიტიკოსებს ვისმობ, რომ აი ჯერ აცნობებენ, ეს ხომ არ არის მათი მხარდამჭერების მოტყუება, რომ ჯერ ამბობენ, რომ ერთიანდებიან და ამ ერთიანობას აღარაფერი აღარ შეცვლეს და შემდეგ უკვე აი რამდენიმე თვის შემდეგ ხედავთ, რომ პირდაპირ ამბობენ უკვე ნაციონალურ მოძრაობაში, რომ გამოიყოფიან. ნახე, ხალხმა იცის ყველაფერი ძალიან კარგად. და ქართველი ადამიანი აი საკუთარ თავზე გრძნობს მთელ პოლიტიკურ პროცესებს. ვინ რას აკეთებს, ვის რა мотиваცია აქვს, ვინ კონკრეტული რომელი პოლიტიკური პარტია თუ პოლიტიკოსი საიდან იმართება, ვინ მართავს, რა დამოკიდებულება აქვს ქვეყანასთან მიმართებით. ქართველი ხალხის უმრავლესობა ძალიან კარგად იცის ყველაფერი და შესაბამისად არჩევნებშიც იღებს სწორ გადაწყვეტილებას და დღეს სადაც არიან ეს ელემენტები, ვიზოთ საუბრობ, ხო, ყველა კარგად ხედავს. ეს არის მათი ბუნებრივი რეალური მდგომარეობა. ასევე უნდა კითხოთ მამუკამდინარეთის განცხადებაზე, მანიფუშინ იმედოვაიში ისაუბრა სამართალდამცველებთან დაკავშირებით, იგივე გაიხსენა აქციების პერიოდიც თქვა და განმარტა, რომ არ შეიძლება რამდენიმე სამართალდამცველის დაუსჯელობის გამო მთლიან სისტემას შეებღალოს, ესე ვთქვათ, სახელი და მათ შორის იგივე საზოგადოებაშიც, თუ ეს მხარდამჭერებშიც, ესე ვთქვათ, ცუდი ფონი შეიქმნას, ხო, ამ მიმართულებით. თქვენ როგორ შეაფასებთ ამას და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებული იყოს კონკრეტული საქმეები, რომ მთლიანი სისტემის სახელს არ მიადგეს, იანი რაზეც ისაუბრა. არა, ბევრჯერ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით და განცხადებაც გაგვიკეთებია ბევრჯერ, რომ იყო კონკრეტული ფაქტები, რაც ძალიან მძიმე იყო და ძალიან ცუდი იყო ამ ყველაფრის ყურება. საზოგადოებაშიც აღშფოთება გამოიწვია და რა თქმა უნდა, ამ ტიპის ქმედებებს, ცალკეულ ქმედებებს, ხო, ეს რამდენიმე იყო, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო და მე როგორც ვიცი, ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია, არის გარკვეული პრობლემები იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, როგორც მოვისმინეთ, თუმცა კიდევ ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა, რომ შესაბამისი უწყებები, რა თქმა უნდა, არიან მოწოდების სიმაღლეზე და ნამდვილად საამაყოა ის, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა. საამაყოა ის, რომ დღეს ქვეყანა ორნიშნა ეკონომიკური ზრდით არის ბოლო წლების განმავლობაში, რაც მისასალმებელია და ეს პროცესი უნდა შენარჩუნდეს და თითეული უწყების, თითეული სამსახურის სწორი და გამართული მუშაობა, ეფექტური მუშაობა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყანაში. ახლა ვიკითხავ საკადროცულებებზე მათ ერთი საკადროცულებებზე მაქვს, როგორც ვთქვი, დაანოს და საკადროცულებები იგივე მამუკამდინარაძემ უნდა უხელმძღვანელოს, ახალი უწყება იქნება სპეციალურად ჩვენი ქვეყნისთვის, ასე ცვლილებები მოხდა თამაზაშვილის და გელაძის მიმართულებით, როგორ შეაფასებთ რას ემსახურება? მათ ცვლილებები ყოველთვის ხორციელდება, ხო, ბოლო წლების განმავლობაში ხა ჩვეულებრივი მომენტია, ხო, დღეს შეიძლება ერთ კონკრეტულ უწყებას ხელმძღვანელობდე, ხვალ შეიძლება სხვა უწყებაში კონდეს აღებული პასუხისმგებლობა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის, სადაც ხარ, როგორც ხარ, ემსახურებოდე შენს ქვეყანას და შენს ხალხს. მე მინდა თითოეულ მათგანს წარმატებები უსურვო, რადგან ამ უწყებების სწორი, ეფექტური და გამართული მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის, მშვიდობისთვის, სიმშვიდისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ქართულ საერთაშორისო საერთაშორისო ფედერალისტებიც დაემატა ამ საერთაშორისოს და ვიცით ნაციონალური მოძრაობა ლეო და კიდე მესამე პარტიაც არის. აი როგორ შევაფასებ განახლებულ საერთაშორისოს უკვე ამ საკონსტიტუციო საერთაშორისო. ყველა ის პოლიტიკური პარტია, ვინც შემჩნეულია მტრულ საქმიანობაში,
საქართველოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს პასუხის გება. პოლიტიკა ქვეყანაში უნდა კეთდებოდეს ქვეყნის შიგნით და არა ვიღაცა გარე აქტორების ჩარევით და მათი მონაწილეობით. მე მგონია, რომ ყველა თავმოყარე განვითარებული ქვეყანა იმოქმედებდა და იმოქმედებს ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლება. მადლობა.